მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ერთკვირიანი მოსმენა დაიწყო. შეხვედრების მიზანია ისრაელმა შეასრულოს ვალდებულება და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი პალესტინელი მოსახლეობისთვის. პალესტინის ელჩმა ნიდერლანდებში სასამართლოს განუცხადა, რომ ისრაელი ხოცავს და იძულებით ასახლებს მშვიდობიან მოსახლეობას. ის ასევე თავს ესხმის ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაკებს. ისრაელი ბრალდებებს უარყოფს და მოსმენებს არც კი ესწრება. ეს არის ისრაელის დევნის მიზნით სამართლებრივი პროცესის პოლიტიზებისა და ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მცდელობა, რომლის მიზანია ჩამოერთვას ისრაელს თავის დაცვის ძირითადი უფლება. ისრაელი კი არ უნდა იყოს გასამართლებული, არამედ გაერო და პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო. გაერო გახდა უვარგისი, ანტისემიტური და ისრაელის მოწინააღმდეგე ორგანო. ისრაელი გაეროს ადანაშაულებს, რომ სააგენტოში ჰამასის წევრებმა თავისუფლად შეაღწიეს, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაცია ბრალდებას უარყოფს. მოსმენები დაიწყო მას შემდეგ, რაც ღაზის ჰუმანიტარული დახმარების სისტემა სრული კრახის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ისრაელმა რეგიონში აკრძალა საკვების, მედიკამენტებისა და სხვა მარაგების შეტანა. ექსპერტები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ და საერთაშორისო ზეწოლამ შესაძლოა გავლენა იქონიოს და ისრაელმა შეამსუბუქოს შეზღუდვები, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია მოყვება თუ არა შედეგი, რადგან კანონი ისრაელს არ ავალდებულებს მის აღსრულებას.